სტიქია მაჭარაში საცხოვრებელ სახლებთან ერთად ზიანი ათობით სოფელში საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსაც მიაყენა. მიიღებენ თუ არა გამგეობისგან კომპენსაციას ის ფერმერები, რომლებსაც სტიქიამ ნარგავები დაუზიანა, ჯერ უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში მსგავსი ზიანისათვის ხარჯები გაწერილი არ არის. ამ შემთხვევაში კომპენსაციას ვერც აგროდაზღვევით მოსარგებლე ფერმერები მიიღებენ. თემის დეტალები თამარ კიკნაძის სიუჟეტში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალსოფელი ერთ-ერთია, სადაც სტიქიამ ციტრუსის ბაღები ოჯახებს თითქმის სრულად გაუნადგურა. ფაღავების მიწის ნაკვეთიდან მომსკდარმა მიწამ სოფლის შიდა გზა ჩახერგა. მეზობლის ციტრუსის ბაღი კი ქვეშ მოაქცია. აქან ამ შექეთ მანდანის ბაღი იყო რა, აღარა დეისია. ხომიანი მანდანი გახდა დაახლოებით იქ მოდა 10-15 შეიძლება 20 იყო. ეგეთ წინასწარ ამას ვერ იკითხეთ ახლა. დაკვირდნენ დეგეხმარებით თუ მაგრამ ჯერჯერობით არაფერი აჭრავს. დაახლოებით 400-500 მეტრამდე მიწა მანდანის ბაღით ნარგავებით მოკლა მიწის ქვეშ. სასოფლო-სამეურნეო კუთხით ის არის, რომ მანდანის ბაღებია დაზიანებული. ჩემით გარკვეულწილად აგერნა ცოტავადენი. ჩემი ძმის და მეზობლის ქონება. კიდევ ერთხელ არის საშიშროება, რომ მიწის ნაკვეთები დაზიანდეს ამინდის გავარესების შემდეგ. ადგილობრივების ცნობით მეწყრული პროცესების შედეგად დაახლოებით 1000 კუბურ მეტრამდე მიწა ჩამოწვა. ციტრუსის ბაღთან ერთად ფაღავებისა და შარაძეების როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლოვანი ხეხილი და ბოსტნეული განადგურდა. შეშა მაგალითად, ხმელები, ყურძნები იყო აქა. მანდარინი, აი აგი ჩემი ძმის შვილის ბაღია, 1300 კილო მანდარინი იქნებოდა. 3 რიადი წაღებული აქვს. სტიქიის შედეგები, როგორც ახალ სოფელში ხელვაჩაურის გამგებლის წარმომადგენელი აცხადებს, ცნობილია როგორც გამგეობის, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. გამგეობა ამ დროისათვის მხოლოდ გზის გაწმენდითი სამუშაოებითაა დაკავებული. მაშინ ვაცნობთ გამგეობას ცხელხაზზე, გამოვიდნენ, გადაღებულია გეოლოგიური დასკვნები. ველოდებით გეოლოგიური დასკვნის პასუხებს და გამოსულია როგორც გამოვიდა და ტექნიკა როგორც ხედავს გამოსულია მუშაობს. სამინისტრო კი პირდება რომ დაითვლიან ზარალს და აუცილებლად დაეხმარებიან. როგორც ხელვაჩაურის გამგეობიდან გვაცნობეს, ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ნარგავებისა და მოსავლის პრობლემებზე მას შემდეგ დაიწყებს მუშაობას, რაც საცხოვრებელი სახლების, გზებისა და ხიდების საკითხი გადაიჭრება. აგროდაზღვევა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვაცნობეს, ანაზღაურებას მხოლოდ ნაყოფის დაზიანების შემთხვევაში ითვალისწინებს. არსებული სურათის გათვალისწინებით უწყებაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტში მსგავსი ზიანისთვის ხარჯები გაწერილი არ არის. დაეხმარება თუ არა დაზარალებულ ფერმერებს აჭერის მთავრობა, განმარტებები დღეს აქ არ გააკეთეს.